ნებისმიერი ვერსია, რომელიც ამბობს, რომ ბაჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს გაურბოდა და ემალებოდა, უცებ აღმოჩნდა, რომ სეირნობდა ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლში, ნეიტრალურ ზოლში, არის რა თქმა უნდა კომიკური და მე ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საღიაზი გააჩნია, უბრალოდ ძალიან ბევრს გაიცინებს იმის წარმოდგენაზე, რომ ბაჩიაშვილმა გადაწყვიტა, რომ ესეირნა ივანიშვილის მიდამოებში, აი ნეიტრალურ ზოლში, სადაც რასაკვირველია მისი დაბატიმრების შანსი იყო განუზომლად უფრო მაღალი, ვიდრე იყო ნებისმიერ სხვა წერტილში, მათ შორის თუნდაც ემირატების ტერიტორიაზე. ამიტომაც ამ ვერსიას არავითარი სარწმუნო ამიტომაც ამ ვერსიას არაფერი სარწმუნო არ გააჩნია, ის არის საკმაოდ სასაცილო ვერსია და მე ვფიქრობ ყოველთვის ძალიან ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა, პერსონალური ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით და არათუ ბაჩიაშვილის საქმეზე ივანიშვილმა მე ვფიქრობ ბევრად უფრო მწვავე გეოპოლიტიკურ საკითხზეც კი ამერიკასთან მიმართებით საუბარშიც კი ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ მას ერთადერთი ინტერესი გააჩნია და ეს არის მისი პირადი ფინანსური კეთილდღეობა.